მომიტინგეებს ივანიშვილის ომონი ძარცვავდა. რეჟიმმა რუსთაველის გამზირზე ომის დროს რუსი მოროდიორების წესები აამოქმედა. დაკავებულებს ართმევდნენ სამკაულებს, ტანსაცმელს, საათებს, ტელეფონებს. ყველაფერს, რაც ომონელს მოსწონდა, გლეჯდნენ და მიჰქონდათ. ერთადერთი კაცი მახსოვს, ვიცა ეს ტელეფონი გამოვარდა. თხელი პირის სახე ქონდა, გავარსოთ აიწია რა, ყველა ხოლიღავი ეკეთა და მეტი არავინ არ დავინახე. იღავი ქონდა აწეული ესე, თხელი ახალი გაყარსული ეს ქონდა, წერი ქონდა, აქ ქონდა ყვევი ოდეო გავაწეული და აქ ისე ტყოდა. აი, ეგ კაცი უნდა ვიყო, შევი ტელეფონი აქ მაგას. დასისხლიანებული ხალხის ფოტოები ომონელს მეთაურისთვის უნდა გადაეგზავნა. ნაწამები მოქალაქეების სურათებს ხარება აგროვებდა. ვის უგზავნიდა შემდეგ არ ვიცით. გაიღიმეთ იმაში, რა ქვია, კამერაში, ხედავთ კამერა გიღებსო და უფრო აი ტერორისტის ქონა რაღაცა სახე მაგ ყველაფერს, რომ და მითხრეს, რომ გამოხვალო შენ კიდევ აქციაზეო, ეგრე ამ დარტყმის პროცესში ეგეთ კითხვებს გისვამდნენ. რა კიდე გააპროტა რა რუსული კანონი ხარ რაღაცა პატარა სივრცეში ჩაკეტილი, ვიღაც ნიღბიანი გავეშებული ხალხი ამოდის 5 წუთში ერთხელ და ამეტებით გირტყამს ხო და არც როდის დამთავრდება თან. აი როგორ დამთავრდება, მე კიდე ამოდიან. ომონის შეფიხარება მხოლოდ გაგზავნილ ფოტოებს არ ჯერდება. ის პირადად ამოწმებს წამების დავალება, როგორ შეასრულა სპეცრაზმა. ეგ რას ნიშნავს, იცი? როდესაც უფროს ჩასვლა ჭირდება, ესე სისტემა არის მოშლილი. თუ სისტემა ნორმალად არის აწყობილი, ამ სიტუაციაშიც კი უფროსის ჩასვლა იქ საჭირო არ არის. ხარებას კონტროლი იმიტომ მოუწია, რომ აერია სიტუაცია. ყველა შემთხვევაში. ეგრეა, იმიტომ რომ ეგეთი დონის რანგის მად არ უნდა იყოს ამ დროს. 4 დეკემბრის დილას რუსთაველის გამზირზე დაკავებული ავთანდილ ტიტვინიძე თავზე მიყენებული მძიმე დაზიანებებით პირდაპირ დიღმის იზოლატორში გადაიყვანეს. ნაწამებ მოქალაქეს სიცხლი 6 საათის განმავლობაში სდიოდა. კლინიკაში მხოლოდ მას შემდეგ მოხდა, რაც სასამართლო პროცესზე გონება დაკარგა. შენობის ესეთ მომგვალებულ ადგილას შეგვჭეჭეს, ხალი გახდა ცუდად. ყვირის ეს ხალხი, რომ ქალი ცუდად არის და ვერ ხვდები სად არის. გავიხედე უკან და ზუსტად ჩემ თავზე არ ხო, ჩემ ხარზე ხო და ჩავოდე გულწასული ეს ქალი და ამ დროს გაიხსნა ეს კორდონი და გვეუბნება რომ სახლში წადით დროზე. ხალხს უთხრებთ კი წავედით. რას ვიფიქრებდი რომ ეგ იყო ჩემი ბოლო ტყუილას დავიჯერე. 30 პირსახელში ცხვირსაწვედა, აი სისხლიანით რო კიდეს იწვედა რა, ერთ სისხლს მეორე ევატევა კიდე. მარშრუტკაში რო ჩაგვტერეს ბოლოში გადავჯექი რა, ცოტა ხალხი იყო ჭირდა. ბოლოს ვიც ჩასვეს 5-6 ჯერ გამოაღეს კარები, მარტო იმისთვის რომ ამისთვის შემოერტყათ. დაკავებულები ყვებიან, რომ სადამსჯელო მიკროავტობუსებში თუ რომელიმე ცემისგან დასახიჩრებული ექიმს მოითხოვდა, გამეტებით კიდევ ერთხელ სცემდნენ. გონება დავკარგე რაღაც დროის შემდეგ, ამდენი თავშეყრისგან. შესაბამისად ზუსტად რამდენი ხანი ჩავყოფება არ ვიცი. ერთი რაც რომ ერთ-ერთი ადამიანი დიტომე რომელიც ჩემთან ერთად მარშრუტკაში ცემეს და პალატაში ჩემთან ერთად იყო, მიყვებოდა რომ მე ხედავდიო შენ რო გცემდენო და ეს შენი სხეულიო ჩამოკიდებული იყო ამორტიფე ჭირო და ნებისმიერ გამლელიო გირტყავდა. როცა შეყარეს შიგნით, ჯერ შემოვიდა და დაიწყეს რაღაცა მორალის კითხვა, კაცობაზე, ადამიანობაზე, ქართველობაზე, ყველაფერზე. ნუ ამავდროულად მოდის ბუქარები, რომ თქვენ ბიჭებო, აბა ტრაქში გევასებათ და დუბიკით გაგაუპატიებთ ასე შემდეგ. 5-მდე სპეცრაზმელი ჩააქრეს შუქი და დაიწყეს ამ შუქ ჩაქრალში ამ სამშობლო ტაქსში ჩვენი ცემა. ისედაც მე ზუსტად ვერ გეტყვით რამდენი ხანი გრძელდებოდა ეს ყოფილი, იმიტომ რომ რამდენჯერ როცა თავში მოხდა, ისევ დავკარგე გონება. რა დააშავა, რატო უსწორდებით მას ასე? რა დააშავა, გამოგებინეთ. მოგოს ვეხმარებოდი რომ გაქცეულიყო და ბოლოვი ყავდა მაშინ დამჭირდა. ყველა ისტორია მიუთითებს, რომ ხალხს ვისაც საქართველოს გარუსება არ უნდა და მომავალს ევროპაში ხედავს აწამებენ. ეს ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ცხადი ნიშანია. ივანიშვილის ომონის მიზანი ცემის გარდა ამ ხალხის მორალური გატეხვა იყო. მე ის სიტუაციაში ჩავაყენეს, რომ
როდესაც პატივსაცემად სცემდი პოლიციას, ჩემთვის ნოლია ყველა. აი ამ ყველაფრით რაც უდოდა TV-ს საპირისპირო გამოვიდეთ. ჩემი სახით იშოვეს ადამიანი, რომელიც მათ ყველა თავისი ბერკეთ რაც კი რამე შემეძლება და გამაჩნია, მათი მოწინააღმდეგები ყველანაირად. სადამსჯელო ღონისძიებაში ყველას თავისი როლი ჰქონდა. დაკავებულს ერთდროულად რამდენიმე ჩაბნელებულ მიკროავტობუსში ურტყამდა. იმისთვის რომ ვინმე ცემაში არ შემოკვდომოდათ, გაბეშებულ სპეცრაზმს ერთი პირი აკონტროლებდა. აქციის მონაწილეებს ეუბნებოდნენ, რომ ქუჩაში დგომა არავის შერჩებოდა. შემდეგ კი მათი ძარცვა იწყებოდა. ერთი კაცი არის შედარებით ასაკიანი კაცი, რომელიც აკონტროლებს ამ ყველაფერს, რომ აი თუ ხედავს ის კაცი, რომ უკვე კლავს ადამიანს, ეგეთ შემთხვევაში აჩერებს და კაი მოკვდება, ეუბნება და აჩერებს. ანუ განა არ მოგუკლავდნენ, მაგრამ არ აწყობს ხელისუფლებას. ორი თითი მომკიდე სამსაყურეზე, როგორ დაუნდობელი უნდა იყოს წარმოიდგინე და არ მომაგლიჯო მეთქი ვეუბნები რა. აი ეს ჩამოაგლიჯა ეს საყურე. საათზეც ესე მითხრეს. ეს რა კაი საათი ქორიო და შემომაწყვიტეს ხელიდან საათი. წავა ეხლა გაყიდის და იმას იზავს ისარგებლებს. საფულეც წამართვეს და ტელეფონიც წამართვეს კი. როდესაც სპეცრაზმი ანგარიშწორებას ასრულებს, საქმეში კრიმინალური და საპატრულო პოლიცია ერთვება. მათ ჩადენილი სისასტიკის გაფორმება და საკუთარ თავზე აღება ევალებათ. სადამსჯელო მიკროავტობუსებთან მდუმარად მდგომი წამების დასრულებას ელოდებიან, შემდეგ კი დაკავებულები იზოლატორებში გადასანაწილებლად მიჰყავთ. ხო, სხვა პოლიციელებიც უეჭველი თუ არ ხედავდნენ, ისმენდნენ მაინც რა ხდებოდა იმაში, იმიტომ რომ იქ ერთი-ორჯერ კარი გაიღო, საპატრულოს მანქანები და უბრალოდ ფორმაში ჩაცმული უნიღბო პოლიციელები გარშემო იდგნენ. ცემეს, სასიკვდილოდ გაიმეტეს, დაამცირეს, მაგრამ ვერ გატეხეს. ყველა ვისაც ივანიშვილის რეჟიმმა ჯოჯოხეთი გამოატარა, განახლებულ ბრძოლას იწყებს. ამბობენ, რომ ყველა მუშტი და ყველა ჩალურჯება ვირდა, რადგან ეს ბრძოლაა სამშობლოს თავისუფლებისთვის. კომპოზიტორი არის ივანიშვილი უფრო. დირიჟორი ალბათ უფრო ცოტა ქვედა რანკებში არის, იმიტომ რომ ამის დირიჟურა თუ უშუალოდ იქ არ ხარ და თუ არ ხედავ რა ხდება და კარგად არ იცი რა ხდება, ესე ზუსტად ვერ წარმართავ ყველაფერს. მე ვიტყვი რომ ყველა ის მუშტი რომელიც მოხდა, ყველა ის წიხლი რომელიც ჩამარტყეს, ყველა დასიება, ყველა დალურჯება, ყველაფერი ღირდა და კიდე რომ ეხა ჯანმრთელი ვიყო და ვიცოდე რამელის და მქონეს არჩევანი წავიდე თუ არა, კიდე გავიდოდი გარეთ და კიდე გავემეორებდი იგივეს. რუსული რეჟიმის რეპრესიები ერთ-ერთმა პირველმა საკუთარ თავზე ზვიად მაისაშვილმა გამოსცადა. 23 წლის ახალგაზრდა ბიჭის ცემის კადრებმა მთელი ქვეყანა შეძრა და ქუჩაში კიდევ უფრო მეტი ადამიანი გამოიყვანა. სიკვდილს ძლივს გადაურჩა. რამდენიმე მეტრში სცემეს და დააკავეს მისი ძმა. 24 წლის გიორგი მაისაშვილიც. ამბობს, რომ ადამიანობისგან დაცლილმა რეჟიმმა მოქალაქეების სასიკვდილოდ ძალაუფლების შესანარჩუნებლად გაიმედა. გასახსენებლად არ არის მარტივი. ეს ადამიანები არიან ოლიგარქის გამომცემლები, ესე ვთქვათ, რომლებიც იცავენ სხვის ძალაუფლებას და idეაში ერთადერთი ძალაუფლების გარანტორები არიან ეს ადამიანები. ასე ვიტყოდი, რომ ჯობია რომ ხალხის წამებით შენ არ უნდა ცხოვრობდე, ხალხის თავებზე არ უნდა იდგე და მასე არ უნდა ცხოვრობდე. ძალაუფლებისთვის ამბობ, რომ ივანიშვილმა ადამიანთა თავებზე გადაიარა. კი. ond პირდაპირ გაგებით თავებზე გადაიარა. no ისიც მათ შორის ძალაუფლების გამოიყო ის რომ ერთ სახეში მოხდა ესეთი წიხლი როცა გათიშული ვიყავ. სასტიკი მეთოდების გამოყენების ათობით ფაქტის მიუხედავად, საგამოძიებო უწყებებს ამ დრომდე არც ერთი მოძალადე პოლიციელი არ დაუკავებიათ. პრორუსი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი რეპრესიებს აგრძელებს და რუსული გეგმაც სისრულეში მოჰყავს. აქციის მონაწილეები კი დააკავეს, იძალადეს, მაგრამ ვერ დააშინეს. ვინც კლინიკიდან გამოეწერა და საპატიმროდან გამოვიდა, უკვე რუსთაველის გამზირზე დგას. იმავე მოთხოვნით.